საქართველოსა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს შორის ხელშეკრულება გაფორმდა დოკუმენტი ქუთაისში ახალი ნაგავსაყრელის მშენებლობას ითვალისწინებს და მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ქვესადგური ჯვარის მშენებლობისთვის შეღავათიანი ფინანსური რესურსების გამოყოფას. ხელშეკრულებებს ხელი მოაწერეს ქართული მხრიდან ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამ. გერმანული მხრიდან გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ევა ვეიტმა. სტანდარტების ნაგავსაყრელი შეიქმნება ჩვენი გერმანელი კოლეგების მხარდაჭერით, ხოლო ერთი ხელშეკრულება შეეხება ენერგო ინფრასტრუქტურის მშენებლობას, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის საქართველოს როგორც შიდა ენერგო დამოუკიდებლობას, ასევე მნიშვნელოვან სტიმულს მისცემს ქართული ელექტროენერგეტიკის და ელექტროენერგიის ექსპორტს ევროპაში. ეს არის ფაქტიურად პირველი საპილოტე პროექტი ჩვენთვის და ეს იქნება, ასე თქვა, ძირითადი ორიენტირი, რასაც დავეყრდნობით შემდგომ რეგიონებში ნაგავსაყრელების განვითარებასთან დაკავშირებით და რაც ძალიან მნიშვნელოვნად მოაგვარებს წლების განმავლობაში ამ თვალსაზრისით ჩვენს ქვეყანაში დაგროვებულ პრობლემებს. საქართველოს ხელისუფლებას ვეხმარებით ინფრასტრუქტურული, ენერგეტიკული, გარემოს დაცვითი და ფინანსური პროექტების განხორციელებაში. ხელშეკრულება ორ მიმართულებას მოიცავს. პირველი მყარი ნარჩენების მართვის პროექტი, მეორე არის ქვესადგურის მშენებლობა, რომელიც შავი ზღვის გადამცემი ქსელის პროექტის ფარგლებში განხორციელდება.